თოფურიას ყოფილი მეუღლე ჯო როგანს უჩივის. ბრაის მიჩელმა კი იწინეს წარმეტყველა ენტონი ჯოშუას ორი მწვრთნელი სიკვდილი. არმან ცარუკიანმა და შარა ბულეტმა კი ძალიან დიდი სპექტაკლი დადგეს ერევანში, მძიმე წონაში კი ტომას პინალმა შეიძლება საერთოდ დაასრულოს კარიერა. დღეს ვისაუბრებთ ამ და სხვა საინტერესო თემებზე, მე კიდევ გილოცავთ 2026 წელს, გისურვებთ ულევ ჯანმრთელობას, წინსვლავს, მე კიდევ ვიწყებ. დავიწყოთ ცუდი ამბით, კრივის მსოფლიო ლეგენდა ენტონი ჯოშუამ, იმის მერე რაც ყბა მოგლიჯა ჯეიკ პოლს, თავის მეგობრებთან და მწვრთნელებთან ერთად 29 დეკემბერს ჩავიდა დასასვენებლად ნიგერიაში. ნიგერიაში ჩასვლის ბიჭებმა იქირავეს მანქანა თავისი მძღოლით და როგორც მომავალში აღმოჩნდება, ამ მძღოლს მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა. ალბათ ეს ისე მოხდა, როგორც 90-იანებში ხდებოდა საქართველოში, ალბათ შოფერი იყო გამქირავებლის ბიძაშვილი ან ძმაკაცი. საინტერესო ის არის, რომ თავიდან ჯოშუა წინა სავარძელზე დაჯდა, მაგრამ თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, შოფერმა ის უკან გადასვა და ეს ის მომენტია, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუნთებმა მართლა სიცოცხლე გადაურჩინეს სპორტსმენს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მოკლედ როგორც გაირკვა, მძღოლმა ვერ შეინარჩუნა საჭე გადასწრების დროს და ძალიან დიდი სიჩქარით შეასყდა რაღაცა სატვირთოს. ეს მანქანა, რომელშიც სპორტსმენები იჯდნენ, იყო ბრონირებული, მაგრამ შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯოშუას ორივე მწვრთნელი ადგილზევე გარდაიცვალა. თვითონ ენტონი ჯოშუა სასწაულებრივად გადარჩა, მას და შოფერს უნიშნელო დაზიანებები აქვს და მძღოლი დღესდღეობით დაკავებულია და ელოდება სასამართლოს. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე გიჟური სულ სხვა რაღაცა არის. ბრაის მიჩელი. სწორედ ის ბრაის მიჩელი, რომელიც ილია თოფურიამ დააძინა და დღესდღეობით ებლატავება ალექსანდრე თოფურიას. თითქოს ბრაის მიჩელმა ეს ყველაფერი იწინასწარ მეტყველა და წინასწარ დადო ვიდეო. მოდით მოусმინოთ ამ ვიდეოს. თუ შენ ჯეიკ პოლთან არ დამარცხდები, ის შენ 9 დღეში მოგკლავს, ან მოკლავს შენ ორ საუკეთესო მეგობარს. მოკლედ, თუ არ დამარცხდი, ვიღაც მოკვდება. ამ ავტოსაგზაო შემთხვევამდე ბრაის მიჩელს ეს მართლა რო ეთქვა, არ ვიცი, ალბათ როგორმე დაუკავშირდებოდი ალექსანდრე თოფურიას და ვთხოვდი, რომ როგორმე არ შეხვდე ამ სექტანტს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად არის. ბრაის მიჩელმა ეს ვიდეო ჩაწერა ზუსტად მაშინ, როდესაც ეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თითქოს მაგან იწინასწარმეტყველა და შეაგდო ეს ვიდეო, მე უბრალოდ ვერ ხვდები რისთვის გააკეთა მან. ალბათ უნდოდა რომ სულ ყველას ეთქვა, რომ ბრაის მიჩელი არის წინასწარმეტყველი. მოკლედ დავწმუნდით, რომ ბრაისი მართლა სექტანტი არის და ალექსანდრე თოფურიასთან ბრძოლის მერე დიდი ალბათობით BJ Penn-ის ბედს გაიზიარებს. დაიკულისებში მართლა მიდის იმაზე საუბარი, რომ ან მარტში, ან თებერვალში ალექსანდრე თოფურია და ბრაის მიჩელი ერთმანეთს დაეჯახებიან ოქტაგონში. თავისი საუბრებიდან გამომდინარე, მიჩელი მართლა ბოთია, მაგრამ როგორც მებრძოლი არ არის ცუდი სპორტსმენი. თავის დროზე ბრაისი UFC-ში ზედიზედ 6 გამარჯვებით მოდიოდა და ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მოჭიდავედ, მაგრამ ბოლოს დაეჯახა კედელს. ეს კედელი იყო ილია თოფურია და აი ამის მერე მის ცხოვრებაში ყველაფერი აირია, როგორც კარიერაში, ასევე თავში. ზუსტად არავინ იცის ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, რომ მარტში რომან დოლიძე ბრუნდება. დოლიძე ხვდება კრისტიან ლერონ დუნკანს, რომლის პროფესიონალური რეკორდი არის 13 გამარჯვება და მხოლოდ 2 მარცხი. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანელი თითქმის სულ ყოველთვის ანდერდოგი იყო ბრძოლებში, ის მაინც იმარჯვებდა და რაც მთავარია, იმარჯვებდა თითქმის სულ ყოველთვის ნოკაუტებით. UFC-ში დუნკანი ზედიზედ 3 გამარჯვებით მოდის აი ამ მომენტში და რომან დოლიძის დამარცხება მისთვის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანია. მოკლედ, ორივე არის სტრაიკერი, დოლიძე პლუს გრეპლერი არის, მოჭიდავე არის, რომელიც რატომღაც არ იყენებს ხოლმე თავის ამ შესაძლებლობას. დიდი ალბათობით დადგებიან და ძალიან მაგრად იჩეხავებენ, ძალიან მაგარ სანახაობას გვაჩვენებენ ჩვენ მაყურებლებს და მე იმედს ვიტოვებ, რომ რომან დოლიძე ძალიან ბრუტალურ ჩეხაობაში დაანოკაუტებს დუნკანს. ილია თოფურიას ყოფილ მეუღლეს კი პოლიციაში საჩივარი შეაქვს და იძახის, რომ იმის მერე რაც ჯო როგანმა რომელიღაცა გადაცემაში მას უწოდა მონსტრი, სოციალურ ქსელებში მუქარების და შეურაცხყოფების ბუმია მის მიმართულებით. ყველაფერი დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათით, სადაც აღბეჭდილი არის ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ვიღაცა რეპერთან. ერთი სიტყვით ამ ფოტომ როგანი შეცდომაში შეიყვანა, სინამდვილეში ჯორჯინა ამ ფოტოზე არის გამოსახული თავის ძმასთან
მასთან ერთად. აღარაფერი აღარ არის დასაჯერებელი. ეს ხელოვნური ინტელექტი და ვირტუალური სამყარო იმდენად პროგრესირებადი არის, რომ აი მართლა მაშინებს. შეიძლება ეს გადაცემა მისი შექმნილი იყოს. მაგალითად, წინათ ტერმინატორის ფილმი, რომელიც ყველამ ვიცით, ითვლებოდა არარეალურ ფანტასტიკად. დღესდღეობით კი ეს მეცნიერული ფანტასტიკა ხვალ კი იქნება რეალობა. რაც შეეხება ილია თოფურიას, ის სასამართლოს ამბებშია, მალე დიდი ალბათობით მოაგვარებს ყველაფერს, უსურებ მას წარმატებას. კაი ის არის, რომ ის არ ჩერდება დღესდღეობით ძალიან მაგრად ვარჯიშობს, ფორმაშიც არის და საახალწლოდ მერად დვალიშვილიც კი ჩავიდა ესპანეთში, ერთად შეხვდნენ ახალ წელს, ულოცავ ბიჭებს სამ 2026 წელს. მოკლედ ყველაფერი კარგად არის, ჩვენი ბიჭები ერთად არიან. რაც შეეხება მძიმე დივიზიონს, იქ არის სრული ქაოსი. ალბათ სულ ყველას გემახსოვრებათ, ოქტომბერში სატიტულო ბრძოლით ერთმანეთს შეხვდნენ ტომას პინალი და სირილ განი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პირადად მე მეგონა, რომ ტომას პინალი სირილ განს ნაწილებად დაშლიდა, მაგრამ ფრანგმა გაუტარა ბრიტანელს თვალებში აკრძალული ლილეთით თითები ჩათხარა და ეს ბრძოლა გაუქმდა. ამ ბრძოლის მერე ბევრმა თქვა, რომ ტომას პინალმა იგრძნო ფრანგის ძალა და ის იმულიანტა. სინამდვილეში კი ბრიტანელს მართლა დარხეული აქვს მხედველობაზე. ასპინალმა თვალზე ერთი ოპერაცია უკვე ჩაიტარა და როგორც ჯოროგან იძახის, საერთოდ უშედეგოდ ის საერთოდ ვერ ხედავს ერთი თვალიდან და ელოდება მეორე ოპერაციას. აი მართლა ძალიან საწყენი იქნება ასეთი სპორტსმენი თუ ჩაეხსნება ბრძოლებს. პირადად მე ტომას პინალის ძალიან დიდი კომაგი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯამრთელდება და შემოვარდება მძიმე დივიზიონის დასაპყრობად. და ძალიან მაგარი ამბავი ის მაქვს, რომ კონორ მაგრეგორი ბრუნდება და კი, შეიძლება ვიღაცამ დამიწეროს კომენტარებში, კონორ მაგრეგორის ამ სიაფან ბაზარს არ მოусმინო, იმიტომ რომ ბევრჯერ უთქვია ესეთი რაღაცა და მართლა ძალიან ბევრჯერ უთქვია დაბრუნებაზე, მაგრამ ამჯერად მე მგონი ყველაფერი სხვაგვარად არის. ამას წინათ კონორის დაბრუნება მაიკლ ჩენდლერმაც დაამოწმა. სხვათა შორის ეს მებრძოლები ერთმანეთს კაი ხნის წინ უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მაშინ კონორ მაგრეგორმა დოპინგ ტესტზე უარი განაცხადა და ის დაბლოკეს და დაბლოკეს ამა წლის მარტამდე. გამოდის კონორის დისკვალიფიკაცია მთავრდება მარტში, ზუსტად იმ დროს, როცა მას უკვე შეუძლია დაიწყოს მზადება თეთრი სახლისთვის და დიდი ალბათობით ჩენდლერი კონორის წინააღმდეგ აუცილებლად შედგება ესეთი ბრძოლა. რატომღაც მგონია, რომ ამ ბრძოლაში კონორი გაიმარჯვებს. ნუ თუ ეს შეხვედრა მართლა შედგა და თუ შედგა, დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ თქვენ. და აი რამოდენიმე დღის წინ სომხეთში გრეპლინგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი UFC-ის მებრძოლი, ერთი შარა ბულეტი, რომელიც ასპარეზობს 84 კილოგრამში და მეორე არმან ცარუკიანი, რომელიც ბრძოლობს 70-ში. მოდით ჯერ ოფიციალურად გეტყვით რა მოხდა და მერე ჩემს შაუბნელ თეორიას დავახეთქებ. ეს შეხვედრა განსხვავებული წესებით ტარდებოდა, იყო მხოლოდ ერთი რაუნდი, 6 წუთიანი რაუნდი და მოგებისათვის იყო საჭირო მხოლოდ საბმიშენი. ანუ რაც არ უნდა გეთრია შენი მეტოქე, გამარჯვების მოპოვება შესაძლებელი იყო ან მახრჩობელით, ან მტკივნეული ილეთით. მოკლედ არმანმა შარა ათრია, მართლა ათრია, ეს იყო დომინაცია, მაგრამ არანაირი საბმიშენი არ გააფორმა და ამიტომ შეხვედრა დასრულდა ფრედ. ასე ვთქვათ, მეგობრობამ გაიმარჯვა. აი პირადად ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელიც უნდა დასრულებულიყო ფრედ. მარტო იქიდან გამომდინარე, რომ საბმიშენის მოპოვება ერთ რაუნდში აი ძალიან ძნელია. მეორე იქიდან გამომდინარე, რომ პრესკონფერენციაზე ვნახეთ უნიჭო ტრეშ-თოლკი, მართლა უნიჭო ტრეშ-თოლკი. ყველამ ვიცით, რომ არმან ცარუკიანას ნერვებთან ცოტათი პრობლემები აქვს. მას შეუძლია არ მოეწონოს ვიღაცის გამონათქვამი და გადახტეს ჩხუბით ტრიბუნებიდან, ან ტრიბუნებში შევარდეს, ან აი როგორც დენ ჰუკერს თავიტენოს. მოკლედ ერთ სიტყვას არავის არ აპატიებს. ამ პრესკონფერენციაზე კიდე შარამ ისეთი შეულაგა, თან სომხეთში იმყოფები, ამ ყველაფერზე რო არაფერს არ გასცემ პასუხს სათანადოს, ესე იგი ყველაფერი არის დადგმული. მოდით მოусმინოთ ამ შელაგებას. შენ შეიძლება ეს ცხოვრება სხვანაირად გესმის, მაგრამ როდესაც პიროვნებაზე გადადიან, ეს არ არის ხაიბი. ხო, მაგრამ არ ჩამოპრინდი, ნერვების საშლის პონჩი ფულს ითხოვდი, გიყიდა რა ბილეთი შენით რა. პირადული და ოფიციალური ერთმანეთში ნუ გეშლება. ეხლა შენ კაი ბიჭურს მებაზრები? კაი ბიჭურს მაშინ დაგებაზრები, როცა ჩემს პირადულს შეეხები. სიტყვაზე გაგიმახვილებ, ყურადღებას ჩაგისვო მანქანაში და გაგიყვანი იქ, სადაც ვერც შენი ჭიდაობა გიშველის და ვერც ვერაფერი. ასე რომ ჭკვიანად და ნუ მაშინებ. არ გაშინებ, ბრატ, თან სომხეთში ვართ. შენ ვის შეაშინებ, აქეთში შევაშინებ ნებისმიერს. თვალებში ჩამხედავ და მიხვდები. აი შენთვის საჩუქარი, ჯანმრთელობას გისურვებ. აქ ყველა იმისთვის შევიკრიბეთ, რომ არმანს გაუღიმოთ და წარმატებები უსურვოთ. თავარია წელი არ გკიოდეს, ბიჭო. ვა, ჯიგარი ხარ, სპასიბო.
ახბერ, ნუ იპასუხები რა, ჩემი მოსწავლეა, პროსტო თავი იქნი, ეგ თავი კიდე გამოგადგება, ბრატ. როგორც კი ჩამოფრინდი აქ მოვედი, აქ შენ რაღაც მამაღლა ბაზრობდი. არ გამშვენებს შენ ესეთი საუბრები. ნუ ადარებ ერთმანეთში სიმამაცეს და სპორტს. მე სხვა წესებით ცხოვრობ, ძმაო, სპორტი და ცხოვრების წესი. ჩემთვის ორი სხვადასხვა რამ არის. ამაში ჩვენ განსხვავდებით. სანამ მე უბანში ალუმინს ვიპარავდი, ჩვეულებრივი ხელთათმანები რომ მეყიდა. შენ სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდი. ასე რომ აქ შიშზე ნუ მებაზრები, შენაირების მეშინოდა კი არა შენ საჩივრებს მიწერდნენ. Богатцы жизнь, такие как ты на меня заявление писали, братан. ნუ თავიდან ვიფიქრე თუ ეს დადგმული არ არის შარამ, ესე იგი არმას მაგარი შეუსრულა. მაგრამ როდესაც წავიდა საუბრები ბინების ჩუქებაზე, როლექსების ჩუქებაზე, აი მან ფული რომ მქონოდა აუცილებლად ფრეზე ვტენიდი. თუ ხვალ შარა დამამარცხებს აქ იერევანში ბინას ვაჩუქებ. შეკიდე ეგ როლექსი მაჩუქე რა. კაი, ამას გაჩუქებ. მოკლედ აი ესეთ პატარა ინფორმაციებს გაცვდით იქამდე სანამ UFC 324 შედგება 25 იანვარს, სადაც გამოვლენ ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდები. ერთად თქვა. ამ კარტზე იქნება ძალიან მაგარი ბრძოლები, ყველამ ვიცით რომ დროებით კამარზე ერთმანეთს დაეჯახებიან ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი. ორივე მაგ მებრძოლზე მაქვს გაკეთებული ვიდეო, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩანალზე, ნახოთ, გაეცნოთ მათ სულ ყველა ბრძოლებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და ჩემი აზრით ყველაზე მთავარი არის ქალების ჩხუბი. თან როგორი ქალების, ყველაზე ბირთვული ქალების შერკინება მე მგონი UFC-ს ისტორიაში. ამანდა ნუნესი დაეჯახება კაილა ჰარისონს და თუ დაგაინტერესდათ ამ ორ მებრძოლზე ისტორია, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში და მე და დუსო შევკრავთ რამე ვიდეოს, სადაც ვნახავთ ამ გოგოების ისტორიას, გადავხედავთ ყველა ბრძოლებს და შევადარებთ და გავიგებთ ვინ მოიგებს ამ სატიტულო ბრძოლას. იქამდე კი მე და დუსო კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ 2026 წელს და მინდა გადაგიხადოთ მადლობა ამდენი აქტივობისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, ასევე დონატორებს მინდა მადლობა გადაუხადო, აი ქვევით თქვენი გვარები გამონათდება. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.